გორბის კვლევა მოიხსნა, რომ განსაკუთრებით ინიციირებულია იმ პარტიების რეიტინგი, რომლებიც არჩევნების ბოიკოტს გამოუცხადებს. თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, ხალხის განწყობა არის თუ არა კიდევ ერთი დასტური, რომ ბოიკოტი არ არის სწორი და ვინც მონაწილეობს, მათი რეიტინგი პირიქით გაიზარდა. როგორც 4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები და ტარდება რუსული სპეცოპერაცია, ისე გორბის კვლევა არ არის კვლევა. ქართულ ოცნებას უნდა ვკითხოთ, რატო გადაწყვიტა ოპოზიციურ პარტიებს შორის ადგილების ესე გადანაწილება. არავითარ სოციოლოგიასთან ამას კავშირი არ აქვს. როდესაც ნებისმიერი ნეიტრალური სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის მინიმუმ 70% არ არის მომხრე 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში შესვლის, ეს ციფრები და ეს რიცხვები, რასაც გვაჩვენებს ქართული ოცნება და მისი პროპაგანდისტული მედია, არის ჩვეულებრივი მანიპულაცია და იმის მცდელობა, რომ რაღაცნაირად დაარწმუნონ ამომრჩეველი, რომ ივანიშვილის ლეგიტიმაციის თამაშებში მიიღონ მონაწილეობა. ამ შეკითხვაზე პასუხი აქვს ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს, რატომ დაწერეს მეორე მესამე ადგილზე ის პარტიები, რომლებიც მათი ლეგიტიმაციის თამაშებში თამაშობენ. ეს არის პასუხი. მე არავინ არაფერს არ მისწრებს. ბიძინა, თქვენ ვინმე სჯერა ამ ქვეყანაში, რომ გორბის კვლევა ნეიტრალურია? ან გორბის კვლევა საერთოდ ჩატარებულია? ამ ვინმე სჯერა? შესაბამისად, ამ რაღაცა თაბახის ფურცლის გარჩევაში მთავარი ამბავი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს დიახ სურს, რომ ყავდეს სისტემური ოპოზიცია. ზოგი ნებსით თუ უნებლიეთ ამას აკეთებს. რამე მნიშვნელოვანია ზოგადად პარტიის განვითარებისთვის მაშინ არჩევნებში მონაწილეობა. ხომ არ შეიძლება თქვენი რეიტინგი სწორედ აქედან გამომდინარე შემჩნევს ფუნქციიდან, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. ღმერთმა უწყის გორბის მიზანი რა იყო? გორბის მიზანი არის ის, რომ აჩვენოს, რომ ქართულ ოცნებას აქვს 60%-იანი მხარდაჭერა და რაღაცნაირად დააკნინოს იმ პარტიების როლი, რომლებიც არ თანამშრომლობენ ივანიშვილის რეჟიმთან. დანარჩენი ნებისმიერი ნეიტრალური სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს ზრდა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი კვლევა, როდესაც ჩატარდება მიუკერძოებელი ორგანიზაციის მიერ, ნაციონალურ მოძრაობას ექნება კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა. დიახ. მე არ შევა ადამიანების გარეგნულ შეფასებაში, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების წევრებიც არიან, რომლებიც ეგზეკუციას ეწევიან და ამ ქვეყნის ღალატში არიან ჩაბმულები, სხვადასხვა დოზით მათი გარეგნული შეფასებაც კი არ არის ხოლმე ჩემი საქმე და მით უმეტეს ახლა პოლიციელების რაღაცა გარეგნობაზე საუბარი არ არის ჩემი დღის წესრიგის ნაწილი. ახლა ელისაშვილის კანდიდატურა უნდა წარადგინა ჩვენი ინფორმაციით. რას ნიშნავს თქვენთვის და ზოგადად ალეკო ელისაშვილის კანდიდატურას როგორ აფასებთ? და იმას რომ გამოვიდეთ რომ არ იქნება პარტიული კანდიდატი და იქნება ნეიტრალური კანდიდატი, თუმცა პარტიული აღმოჩნდა, იმიტომ რომ ის კოალიციის წევრია ხო? და აქვს თუ არა მას თქვენი მხარდაჭერა? მოდით პირველი დავიწყოთ იმით, რომ რას ამბობდა ლელო და რას ამბობდა გახარია არის მეორე ნიშნულობის მატარებელი, მეორე ხარისხოვანია. ამბობდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არ შევიდოდნენ რუსული სპეცოპერაცია. ხშირად ჩვენზე უფრო მძიმე რიტორიკა ქონდა ლელოს წარმომადგენლებს. ამბობდნენ, რომ ეს ბრძოლის ღალატია, ამბობდნენ, რომ ვინც პარლამენტში დარჩა პუტინის თამაშს თამაშობს. ყველაფერი გადათქვეს. ამბობდნენ, რომ ლეღვის ფოთოლი იქნება, ვინც ასეთ პირობებით შევა. შესაბამისად, ახლა რას ამბობდნენ და რას არ ამბობდნენ და ნეიტრალურ კანდიდატს დააყენებენ თუ პარტიულს, არის მეასე ხარისხოვანი. რაც შეეხება თავად ალეკო ელისაშვილს, არ ვიცი, მე არ მგონია, რომ ამ ქვეყანაში დადიოდეს ვინმე, საერთოდ ვინმე, არათუ ალეკო ელისაშვილი, რომელიც იმ საზოგადოებრივ განწყობას შექმნის და შეცვლის, რაც პროდასალურ ამომრჩეველში არსებობს. რომ 70%-ზე მეტი როცა ამბობს, რომ აპრიორი ეს არჩევნები არის რუსული სპეცოპერაცია და ემსახურება ივანიშვილის ლეგიტიმაციის მიცემას, ალეკო ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანი ვერ შეცვლის ამ განწყობას. აი, როგორ ამბობთ, შეძლებს ის თვითონ
თბილისში ისწავლა და თბილისის მერობის კანდიდატი იქნება ალი კოველისაშვილი. შეძლებს იმ გამოწვევებს გაუძლოს თუ მოაგვაროს რომლებიც დედაქალაქშია და აქვს თუ არა იმის შანსი რომ საერთოდ ამ არჩევნებში პროცენტულად ასე ვთქვათ აიღოს და არ ვიცი მე სამწუხაროდ ამას უყურებ რომ ეს არის დოღი მეორე ადგილისთვის ვინ გავა მეორე ადგილზე და ვის ექნება მთავარი ოპოზიციური პარტიის მანტია როგორც გორბმა დაწერა ეს რიცხვები ისე დაწერენ საარჩევნოდაც თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა რომ არჩევნებში რომელიმე ოპოზიციური პარტია რომ მიიღებს მონაწილეობას და ვამბობთ რომ ისინი მონაწილეობენ ივანიშვილის ლეგიტიმაციის თამაშებში ჩვენი მხარდაჭერა ექნება? ჩვენ საერთოდ მსჯელობას ვიწყებთ იმით, რომ 4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები. როგორც ვერ აკონტროლებს ვერცეთი ჩვენგანი გორბი რას დაწერს, ისე ვერ აკონტროლებს ცესკო რას დაწერს. და რა რიცხვი მოუნდება ბიძინა ივანიშვილს, რომ გამოსახოს შენი პარტიული ნომრის გვერდით. შესაბამისად 4 ოქტომბერს ტარდება რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანიც არის ბიძინა ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა, სიტუაციის ნორმალიზება და ამას არავითარი კავშირი არ აქვს საპროტესტო ტალღის გაძლიერებასთან. პირიქით, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, EC არჩევნებში იღებს მონაწილეობას, აღიარებს, რომ აღარ ჯერა პროტესტის. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის პოზიცია იყო, არის და იქნება ის, რომ რასაც პრაგმატული აზროვნება და ქართველი ხალხის ინტერესი უკარნახობს, ზუსტად იმ ნაბიჯს გადავდგამთ, რაც გულისხმობს ივანიშვილის ლეგიტიმაციის თამაშებში მონაწილეობის არ მიღებას. ეს უნდა კითხოთ ალეკო ელისაშვილს, რა არის მისი პოზიციის ცვლილების мотиваცია. მე არ მგონია, რომ რაიმე ობიექტური გარემოება არსებობდეს. უარესი ცესკოა, უფრო მეტი პოლიტპატიმარია, საზოგადოებრივი განწყობა კიდევ უფრო ანტი საარჩევნოა, ამ სიტყვას თვითონ იყენებენ, თორემ მე არჩევნებს საერთოდ ლექსიკიდანაც ამოგდებული მაქვს ეს სიტყვა, სამწუხაროდ აქამდე მივედით. ამიტომ მათი мотиваცია რა არის? უნდა კითხოთ ალეკო ელისაშვილს, იმიტომ რომ უფრო და უფრო იშვიათად ისმის მათ რიტორიკაში სიტყვა გამარჯვება. ეგეთი ამ ქვეყანაში არ ვიცი. დიდი ხანია არ ყოფილა, რომ პარტია, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ივანიშვილის დამარცხებით დაეწყო და გამოგლეჯვით, ახლა სიტყვა გამარჯვებას ვეღარ იყენებს. ყველაფერს პრორუსულს რატო ეძახით? რუსულ სპეცოპერაციას ეძახით არჩევნებს. დიახ. ხელისუფლების გადაწყვეტილებებს პრორუსულს ეძახით. ყველა ნაბიჯს უწოდებ პრორუსულს და რა მაგალითებით რომ ვთქვათ, რა არის რუსული ხელისუფლების გადაწყვეტილებები. როგორც ვლადიმერ პუტინს ყავს თავისი ოპოზიცია, LDPR, იაბლოკო და რუსეთში არჩევნები არ ტარდება და არის მხოლოდ და მხოლოდ ფორმალიზმი, რასაც უნდა იმას რო წერს კრემლი, ზუსტად იგივეს აპირებს ბიძინა ივანიშვილი 4 ოქტომბერს. შესაბამისად ეს არის რუსული სპეცოპერაცია. იგივე სტილის, ოღონდ აქ კიდე ერთ რამეს დავამატებდი. გავიხსენოთ პრეზიდენტ მაკრონის განცხადება, გავიხსენოთ ევროპარლამენტის განცხადება და გავიხსენოთ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის განცხადება, სადაც წინა არჩევნებში რუსული ინტერვენციის ფაქტებზე საუბრობენ. ანუ მარტო მე არ ვამბობ ამას მარტო. ჩემზე არ დგას ეს რიტორიკა. ხელისუფლების გადაწყვეტილებების ჭრილში რომ ვისაუბროთ, მაგალითად რომ მოვიყვანოთ, მათ გადაწყვეტილებებში კონკრეტულად რუსული რა არის? მაგალითად ჩახალიანის გამოშვება იყო თუ არა რუსული საქმე. მაგალითად ანწუხელიძის საკითხის ისე აქტუალიზება როგორც გააკეთეს, გორში ბოდიშის მოხდა იყო თუ არა რუსული საქმე. ბიძინა ივანიშვილმა რომ გორში დაბომბილ გორში თქვა რომ უნდა მოუხადოს ბოდიში, არის თუ არა რუსული საქმე. აბა რა არის? გადაწყვეტილებებზე არ ვიცი, ახლა მე ნორმატიული და ინდაქტების გამოცემაზე პრემიერ-მინისტრის მხრიდან ეს ამაზე არ მაქვს მესაუბარი. ფაქტი არის რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება არის თუ არა რუსული საქმე. ან ვალდებულებების შესრულება არის თუ არა
არ შესრულება არის თუ არა რუსული საქმე. გავრილოვის საჯდომის ჩადება პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო თუ არა რუსული საქმე. ბიძინა ივანიშვილი რატო არ ასრულებს ხელისუფლება, ვალდებულებებს, პოლიტიკურსაც. ბურთი არის გადმოგდებული მათ ნახევარზე. 4 მილიონ ქართველს ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილი და მისი მეგობარი ორბანი. 15 კაცის დასანქცირება, ანუ 4 მილიონის. ეს არჩევანი გაკეთებული აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. და არა მე. ვიდეო საკვირველებს, რომელიც ჯერ კიდევ 2018 წელს და ადასტურებს იმას, რომ ნებისმიერ მმართველობის მოსაუბრ აზრს რუსეთურობას არ კრავდნენ. არის თუ არა ეს შეიძლება ჩათვალოთ თუ არა რომ ეს არის მართლაც ასე, თუ გადავხედავთ ამ პოლიტიკურ წარსულს ქართული ოცნების ხელისუფლებამდე მოსვლის პერიოდს, ჯერ კიდევ იმ დროიდან ეძახიან მათ პრორუსულს, ხო? აი, ხოლმე შეიძლება ეს მართლაც ასე იყოს და რაღაცნაირად ყველა იმ ქვეყანას, ყველა იმ გუნდის ინტერესების თუ მოტივებით აღმოსწევს პრორუსული. 2018 წელს ვინ იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი? დონალდ ტრამპი ხო იყო? მერე მაშინაც Deep State და დონალდ ტრამპი ერთად უტევდნენ ქართულ ოცნებას? მაშინ დონალდ ტრამპი Deep State-ს მონობაში ყავდა? რა ლოგიკაზე დგას ეს ერთი? მეორე, კონკრეტული ფაქტები როდესაც არსებობს. ერთი წუთით. ირაკლი ყობახიძეს დაუმონტაჟეს გავრილოვთან ჭიქის მიჭახუნების კადრები? მოგველანდა? Deepfake-ია? ზუსტად გამსახურდია სავარძელში, რომ საჯდომი ჩაადებინეს ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევს და აფხაზეთის ამღიარებელს, ესეც მოგველანდა? Deep State-მა დადგა ესეც? თუ ქართველი სამხედროების სიები რო გადასცეს რუსეთის ფედერაციას, ესეც მოლანდება და მოვიგონეთ. ეს არის ამოუწურავი ფაქტების სია და არავით არის კავშირი შალვა პაპუაშვილს, რომელიც შირაქის ველზეა გაჭრილი, არ აქვს ტულსი გაბარდთან. არავით არის კავშირი არა აქვს. როგორც თქვენ არ გაქვთ არავით არის კავშირი ობამასთან, ისე არა აქვს შალვა პაპუაშვილს კავშირი ტულსი გაბარდთან. ანუ თქვენ რა გონიათ რომ 2018 წლამდე ქართულ ოცნებას არც ერთი პრორუსული ნაბიჯი არ ქონდა გადადგმული? ჩვენ გვაქვს სია, რომელიც სულ მალე შესაბამისი პროექტი გვექნება ყოველწლიურად რუსული ნაბიჯების დასტა ქართული ოცნების 2013 წლიდან 2025 წლამდე. ჩამონათვალი იქნება, გაეცნობით. ოღონდ მხოლოდ ფაქტებზე იქნება დაფუძნებული. მაგალითად, ტრისტან წითელაშვილის შეშვება საქართველოს შეიარაღებული ძალების გასაიდუმლოებულ სამხედრო ბაზებზე იყო თუ არა პრორუსული ქმედება? თქვენი აზრით. ჩახალიანის გამოშვება, რომელიც არის სეპარატისტი და ჯავახეთის სეპარაციის მომხრე იყო. არის თუ არა პრორუსული ქმედება? იმ კაცის გენერალურ პროკურორად დანიშნვა, რომელიც ახლა კრემლის კიბეებთან ზის და იბარებს პუტინთან ერთად სამხედრო მარშს ბატონი ფარცხალაძე. არის თუ არა პრორუსული ქმედება? რომელ წლამდე ეს მომხდარა? 2018-მდე, ხო? ძალიან ბევრი ესეთი საკითხია. საქართველოს საკითხის აქტუალიზაციის გაქრობა, რომ საქართველო არის დიდი სოფელი, თურმე, ჭორბილა. და ნაკლებ აქტუალიზაცია უნდა მოხდეს აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის თემის. არის თუ არა პრორუსული ქმედება? ეს არის მინიმალური ჩამონათვალი, უბრალოდ მთელი დღე უნდა ვიდგე აქ და უნდა ვიძახო ეს ნაბიჯები და ეს მე მგონი საკმარისია იმისთვის, რომ ქართული ოცნების მავნე ტყვილი, რომ თურმე არ არიან პრორუსები. მაგრამ ამ განცხადებაში რას ამბობენ, იცი, რომ 2018 წლამდე ოკეი, ხო, არ ვიყავით და მერე გავპრორუსტითო. ეგრე გამოდის.
გასაგებია იჯავრონ, ინერვიულონ და განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს თავებს უხეთქავდნენ რუსთაველის გამზირზე. სახლებთან ხვდებოდნენ, იჭერდნენ, ასამართლებდნენ და განსხვავებულ აზრს თურმე პრორუსულს რო დაუძახებ, როგორი ბულინგის ქვეშ არიან. ზონდერ ჯგუფებით შეიარაღებული პატარა ბიჭები. განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს ცემაში კლავენ ქოცები. აი ეს არის ქართული ოცნება და შეფასების უფლება არავის არ წაურთმევია ჩემთვის. ქართული ოცნება ისევ რუსული იერარქიების მიწებაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ამ მეთოდით არასასრულო პარტიებს ებრძვის Deep State. და როგორ შეაფასებთ ამ თეორიას? მე მგონი ამ შეკითხვაზე პასუხი გავეცი, მაგრამ არ ვიცი. მაგალითად, მანამდე ქართული ოცნება საუბრობდა, რომ AfD-საც ესე ებძვიანო. გერმანიაში ერთ-ერთ პარტიას. AfD-ს იცით რა აქვს? და AfD-ს წარმომადგენლები იცი რას ამბობენ? რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. არის თუ არა ესეთი პარტია პრორუსული? ჩვენთვის. ანუ ჩამონათვალში მარი ლეპენი, AfD რაღაცები ჰქონდათ. AfD-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ აფხაზეთი უნდა აღიარონ. აი ესეთი ხალხი არიან ქოცები. რომ ოღონდ მათ რამე დაჭირდეთ. ყველაფერზე არიან წამსვლელები, ფეხებზე კიდიათ ქართული სახელმწიფო. შესაბამისად, ქართული ოცნება არის ზუსტად იმ ლიგაში, სადაც უნდა იყოს. ლუკაშენკოებთან და პუტინის სატელიტებთან. შეირგონ ეს, დაიმსახურეს. სოციალისტური პარტიის ოჯახიდან რატო გამოვიდნენ? რატო გაიქცნენ? ხო არიან დემოკრატიული და ევროპული პარტია. თვითონ ხო გამოვარდნენ იქიდან. იმიტომ რომ აგდებდნენ. არ ვიცი. ეს რიტორიკული შეკითხვებია მხოლოდ და ქართული ოცნების ძალიან მდარე, უკლასო პროპაგანდის ნაწილია. ლიეტუვის მეფეზე საბუთში სპორტული კითხვა, თვითონ კიდევ თავს მეტმოქმედების და შესყიდები და ამის პარალელურად ჩვენ ხედავთ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან სასანქციო პოლიტიკას. ეს მსახურება ეს ყოველივე ჩვენ მივესალმებით ამ სახის პოლიტიკის გატარებას, სადაც კონკრეტული მაღალჩინოსნები, მოსამართლეები, ქართული ოცნების ხელისუფლების გარემოცვის წევრები სანქცირდებიან. ჩვენ მივესალმებით ტარგეტირებულ სანქციებს და ამაზე ვმუშაობთ. დარწმუნებულები ვართ, რომ ევროკავშირის კიდევ არაერთი სახელმწიფო მიბაძავს ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ტარგეტირებულ სანქციებს უწესებენ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ჭანჭიკებს. 15%-იანი ტარიფები 600 მილიარდის ხელოვნების ყიდვა, 750 მილიარდის ინვესტიცია აშშ-ს ეკონომიკაში. აშშ-სა და ევროკავშირის შორის მიღწეულ შეთანხმებას აკრიტიკებენ ევროპაში, ევროპელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ევროკავშირის ეკონომიკას ჩამოშლის. როგორ შეაფასებთ ამას? საფრანგეთის პრემიერი უნგრეთის ურსულას ფონ დერ ლაიენს პოლიტიკურ უნარებს უწუდებენ. გერმანელი მერცი საერთოდ გაიმიჯნა ამ ყველაფერს და ამბობს, რომ ბოიკოტში გადის სანამ არ ვიცი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მიაღწევენ შეთანხმებას და ისეთ პირობებზე იქნებიან ჩამოყალიბებული, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები, იმიტომ რომ ეს არის დემოკრატიული სამყარო და ის სამართლიანი გულისწყრომები, რომელიც ორივე მხარეს აქვს, ჩემი აზრით, იქნება ასახული. ევროპელი პოლიტიკოსები ესეც ამბობენ, ამას როგორ შეაფასებთ, რომ ჩამოშლის ეს ექსპერტები ამბობენ, რომ კავალერია შეიძლება და ეს ყველაფერი ევროპისთვის ვინაიდან ვერ გაწუდეს. შეთანხმდებიან, მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირს, ევროპულ სახელმწიფოებს და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებებს შორის ისეთი ურთიერთობები არსებობს, რომ შეუძლებელია არ მოხდეს ამ საკითხზე შეთანხმება და ის სამართლიანი გულისწყრომა, რომელიც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს აქვს, არ იყოს ასახული შესაბამის შეთანხმებაში. ამიტომ ეს მხოლოდ დროის და მოლაპარაკებების საკითხია. არა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი მერცის, გერმანიის კანცლერის და ამერიკის შეერთებული შტატების თეთრ სახლს შორის არსებობს იმ სახის ეფექტური კომუნიკაცია, რომ ის შენიშვნები, რომელზეც ბატონი მერცი საუბრობს და აპელირებს, იქნება ასახული შესაბამის შეთანხმებაში. თუმცა ეხლა ეს პოზიცია აქვს, რომ ევროკავშირის ეკონომიკას ეს ჩამოშლის. აი ამ პოზიციას როგორ შეაფასებთ? რაც ეხლა აქვს. ნებისმიერ სახელმწიფო ცდილობს საკუთარი ინტერესის გატარებას, უბრალოდ პარტნიორობა ისახავს იმას მიზნად,
რომ ორივე მხარის ინტერესები იყოს ასახული. ევროპელმა ჩვენმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ მათი ინტერესების უკეთ ასახვა არის საჭირო. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაითვალისწინებს იმ თხოვნას და იმ პირობებს, რომელიც ევროპელი პარტნიორებისგან არსებობს. ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის და ტექნიკის საკითხი. მურჩით. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იყო შესული კრიმინალური ბანდფორმირება, რომლის მთავარი მიზანიც იყო და არის კორუფციული მიზნებით საქართველოს შეიარაღებული ძალების საბიუჯეტო დაფინანსების გამოყენება, უბრალოდ ქართული ოცნების ეს პირადი ვენდეტები და შიდაკლანური დაპირისპირება არავითარ კავშირში არ არის სამართლიანობის აღდგენასთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯუანშერ ბურჟუაძის და მისი გარემოცვის კორუფციული სქემების გამოძიება უნდა მოხდეს დამოუკიდებელი პროკურატურის და სასამართლოს ხელში. უბრალოდ დღეს რაც ხდება, ეს მხოლოდ და მხოლოდ არის შიდაკლანური დაპირისპირება, ფულის ამოღების ცდელობა, რომ ივანიშვილის, ანუ ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში გადაიდოს ის ფული, რომელიც მე და თქვენ მოგვყარეს. თუ შეიძლება ხატი დეკანების განცხადებაზე ის გავაკეთოთ. მისი პოზიცია გასაგებია, თქვენც იგივე პოზიცია გაქვთ. არა. მე არ შევდივარ ადამიანების გარეგნული იერსახის შეფასების პროცესში და მიუხედავად იმისა, რა წარმოდგენა მაქვს პოლიციელებზე და მათ დიდ ნაწილზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებზე, რომლებმაც პასუხი უნდა ააგონ შესაბამისი გამოძიების შემდეგ იმ სისხლის სამართლის დანაშაულების მიმართ, რომელიც მათ მიერ არის ჩადენილი, მე არ შევდივარ პოლიციელების გარეგნული იერსახის შეფასების პროცესში. ეს არ არის ჩემი საქმე. მადლობა, გადავიდეთ კადრებზე. აი, ისე კანდიდატზე ელოდება მაგათ დაიკვირდეს დასახელება. რაღა დაგიმალოთ და კი. ან ალე კვალისაშვილს ველოდი, ან თუ ანადოლიძე არ გავიდოთ და თამაშიდან ანადოლიძეს ველოდი. ანადოლიძის პოზიციას როგორ აფასებთ? ცალსახად სწორად. თავარი არის ის, რომ მისი სახელი და გვარი არცეთ ბიულეტენში არ იქნება. ჩვენთვის ესეც საკმარისი. გასაგებია, რომ არის ორიგინალური პოზიცია, რომ ვითომ არცეთ მხარეს არ არის, მაგრამ სინამდვილეში არის არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, რაც ჩვენთვის არის აბსოლუტურად საკმარისი. გახარია ეს პარტია გამოდით გაკონდიტებს, ფოტოშოვის იმ პარტიებს როდის ბოიკოტში ხართ, რომ რა არის თქვენი გეგმა? აი რა არის მართლა? ჩვენი გეგმა მინიმუმ არ არის ის, რაც ბიძინა ივანიშვილს სურს. ჩვენი გეგმა მინიმუმ არ არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა გორბში სიხარულით დაგვიწეროს პროცენტი. მინიმუმ ეს არ არის. მათი გეგმა რა არის? აი 5 ოქტომბერს წააგეს, ან გაუყალბეს. აი პირობითად გახარიასთან როცა მიხვალთ, კითხეთ, რომ აი ჯერათ თუ არა გამარჯვების ერთი და მეორე. თუ ჯერათ გამარჯვების და ბიძინა ივანიშვილი უყალბებს, რას აკეთებენ? შემთხვევით ქუჩაში ხო არ გამოდიან ისევ ჩვენთან. მათი გეგმა რა არის? რომ 4 საკრებულოს წევრით გააჯანჯღარებენ? ჩვენ ყავს არაჩვეულებრივი 400 საკრებულოს წევრი, რომელიც წლების განმავლობაში უწევს ივანიშვილის წინააღმდეგობას. მაგრამ ეს ამ ეტაპზე აღარ არის საკმარისი. და 400 საკრებულოს წევრი არ დაესიზმროთ მათ. არ ამგონია ივანიშვილმა ამ სისტემით და ამ ცესკოთი დაუწეროს 400 კაცი.